Teleradio kompania Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა ნინო. პირველი საუკუნე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როცა მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი იყარეს თუ ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო სახარების საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად უძველესი, ტრადიციებით მდიდარი, მაგრამ კერპთა მსახურებაში ჩაფლული ქვეყანა ივერია შეხვდა. მართალია უფლის განგებულებით ღვთისმშობელი თავად არ გამგზავრებულა ამ შორეულ მხარეში, მაგრამ ივერიას მოციქულები ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი და მატათა ესტუმრნენ. მათ დათესეს პირველი სულიერი მარცვალი, დააარსეს პირველი ეკლესიები, თუმცა ქვეყნის უდიდესი ნაწილი და სამეფო კარი კვლავ კერპების სიბნელეში რჩებოდა. ამ სულიერი წყვილადის გასაფანტად და ერის საბოლოოდ მოსაქცევად უფალმა სრულიად განსხვავებული გზა აირჩია, გზა რომელიც შორეული კაბადოკიიდან დაიწყო. კაბადოკიის ქალაქ კოლასეში დიდგვაროვან და კეთილმორწმუნე ოჯახში იზრდებოდა გოგონა, რომელსაც სრულიად საქართველოს ბედი უნდა შეეცვალა. მისი მამა ზაბულონი რომის იმპერატორ მაქსიმიანეს სახელოვანი და უძლეველი მხედართმთავარი იყო. იგი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე იგებდა ომებს, არამედ ადამიანთა სულებისთვისაც თავდადებით იბრძოდა. ერთ-ერთი აჯანყებისას მან ტყვეჩავარნილი ფრანგები არა მხოლოდ ფიზიკური სიკვდილისგან იხსნა, არამედ თავისი რწმენით ქრისტიანულად მონათლა კიდეც. დედა სოსანა იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის და გახლდათ. ასეთ საღვთო გარემოში, როდესაც ნინოს 12 წელი შეუსრულდა, ოჯახმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მათ გაყიდეს მთელი ქონება, სიმდიდრე გლახაკებს დაურიგეს და თავი სრულად ღმერთს მიუძღვნეს. ზაბულონი იორდანიის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. სოსანა უძლურთა მომვლელი გახდა, ხოლო პატარა ნინოს სულიერი აღზრდა ბრძენდა ღვთის მოშიშ ქალს, სარა ბეთლემელს დაევალა. სწორედ ამ საოცარმა ქალმა უამბო პირველად ნინოს მცხეთაზე, შორეულ, წარმართულ ქალაქზე, სადაც ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე, თავად მაცხოვრის კვართი იყო შენახული. ერთღამეს მცხეთისკენ ფიქრებით მიპყრობილ ნინოს საოცარი ხილვა ჰქონდა. მას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: წადი, ჩემს წილხვდომ ჩრდილოეთის ქვეყანაში, ივერიაში. წადი სიმხნით და უშიშრად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე. შეშინებულ გოგონას, რომელსაც საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა თუ როგორ შეძლებდა სუსტი და უსწავლელი ქალი ამხელა მისიის შესრულებას, ღვთისმშობელმა ვაზის რტოსგან შექმნილი ჯვარი გადასცა, როგორც მფარველი და უძლეველი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ. ასე დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული, ტრაგიკული და ამავდროულად მდიადი სულიერი მისია. გზა ივერიისკენ ტკივილითა და სისხლით იყო სავსე. რომის იმპერატორ დიოკლეტიანესა და სომეხთა მეფის თრდატის დაუნდობელ დევნას ნინოს თანამგზავრები ულამაზესი წმინდა რიფსიმე, მისი გამზრდელი გაიანე და 50 ქალწული ემსხვერპლენ. სასწაულებრივად გადარჩენილმა ნინომ გზა სრულიად მარტომ გააგრძელა. მრავალი ჭირითა და ფიცხელი გზებით ის ჯავახეთის მთებს მოადგა. ზაფხულის დამდეგს ფარავნის ტბის ნაპირას ფიზიკურად დაღლილ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ წმინდანს ძილში ნათლით მოსილი მამაკაცი ეჩვენა, რომელმაც 10 ბიბლიური სიბრძნით სავსე დაბეჭდილი წერილი გადასცა და უთხრა: ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე. გამტკიცებული და მოუკლებელი ლოცვით ახსილი ნინო ჯერ ქალაქ ურბნისში შეჩერდა, რათა ებრაელთა სინაგოგაში ქართველთა ზნე-ჩვეულებებს დაკვირვებოდა, ხოლო შემდეგ ქართლის გულში, მცხეთაში შევიდა. მცხეთაში მას შემზარავი და გულსატკენი სურათი დახვდა. მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი საყვირების ხმაზე ფერადი სამოსითა და ყვავილებით მორთულნი, შიშითა და ძრწოლვით თაყვანს სცემდნენ არმაზის კერპს. ეს იყო ოქროს ჯაჭვითა და ზურმუხტის თვლებით შემკული სპილენძის מחვილიანი უზარმაზარი კერპი, რომელსაც მარჯვნივ ოქროს კაცი, ხოლო მარცხნივ ვერცხლისა გაიმი ედგა.
ხალხი სულიერ წვდიათში იყო ჩაძირული და ამ უსულო საგნებს ღმერთებად აღიარებდა. იხილარა მტრისგან დაბნელებული ერი ცრემმორეული ნინო მცირედ მოშორდა იმ ადგილს. დაემხო მიწაზე და უფალს შეჰღაღადა, რათა ეჩვენებინა თავისი ძლიერება და ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეხილა. ლოცვის დასრულებისთანავე მოხდა დაუჯერებელი სასწაული. უეცრად ამოვარდნილმა სასტიკმა ქარიშხალმა, ჭექაქუხილმა და სეტყვამ საამაყო კერპები, ტრადაქცია და კლდის ნაპრალებში მიმოფანტა. მეორე დღეს შიში ჩეპყრობილი ერი თავისი ღმერთების კვალსაც კი ვეღარ პოულობდა და ერთმანეთს გაკვირვებით შეცქეროდა. ნინო მცხეთაში სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად, გადართხმულ მაყლოვანში დაიდო ბინა, სადაც თავისი ხელით აღმართა ვაზის ჯვარი. მისი ცხოვრება იყო უწყვეტი მარხვა, მუხმოდრეკილი ლოცვა და ცრემლი. მალე ხალხმა გაიგო უცხო ქალის შესახებ, რომელიც საოცარ სასწაულებს ახდენდა. მისი ლოცვით ჯერ ბაღის მცველის უშვილო ოჯახს მიეცა შვილი. შემდეგ კი სრულიად განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა. განკურნებულმა დედოფალმა და სპარსმა მთავარმა ხუარამ ირწმუნეს ქრისტე. თუმცა მეფე მირიანი კვლავ ეჭვებით იყო მოცული და ძველ წინაპართა რწმენას ვერ ელეოდა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მირიან მეფე მუხნარის მხარეს თხოთის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდა. კაცთა მოდგმის მტერმა მას გულში ქრისტიანების, მათ შორის საკუთარი მეუღლის מחვილით ამოწყვეტა განიზრახა. და სწორედ ამ დროს ცა უესრად დაბნელდა. მზის დაბნელებამ მეფე სრულ წვდიათში მოაქცია. მან სიარული ვეღარ შეძლო და დასახმარებლად თავის კერპებს, არმას და ზადენს უხმო, მაგრამ ამაოდ. სრულმა სიჩუმემ და უკუნმა სიბნელემ მოიცვა იქაურობა. სასოწარკვეთილმა მირიანმა, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაეწურა, გონება ზეცისკენ მიმართა და წარმოთქვა სიტყვები, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა საქართველოს ისტორია. თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსი, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმინდა სახელი. ეს სიტყვები თქვა თუ არა, წვდიადი მყისვე გაიფანტა და მზემ გამოანათა. თხოთის მთიდან ჩამოსული მირიანი უკვე სრულიად სხვა ადამიანი იყო. ქრისტე უკვე საქართველოს მეფის გულში იდგა. სამეფო სასახლეში დაბრუნებულმა მეფემ ნინოს მოუხმო და ეკლესიის აგება გადაწყვიტა. დაიწყო პირველი ტაძრის მშენებლობა. მირიანის ბრძანებით სამეფო ბაღში მოჭრეს სურნელოვანი კვიპაროსი, რათა მისგან ტაძრის მთავარი სვეტი შეექმნათ. თუმცა, როდესაც სვეტის აღმართვა სცადეს, ვერავითარმა ადამიანურმა ძალამ ხე ადგილიდან ვერ დაძრა. მხოლოდ ნინოსა და მისი მოწაფეების მთელი ღამის ლოცვის შემდეგ გამთენისას მოხდა უდიდესი სასწაული. ცეცხლოვანი სვეტი თავისით აიწია ჰაერში, მაღლა გაჩერდა და მირონმდინარე ნათლით დაემყარა იმ ადგილას, სადაც პირველი საუკუნიდან იდუმალად ინახებოდა უდიდესი სიწმინდე მაცხოვრის კვართი. ეს კვართი ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა იერუსალიმიდან და მისმა დამ სიდონიამ გულში ჩაკრულმა განუტევა სული. 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადა. იმპერატორ კონსტანტინესთან გაგზავნილი ელჩობის შემდეგ საბერძნეთიდან მოწვეულმა მღვდელმთავრებმა ანტიოქიის პატრიარქ ევსტატის წინამძღოლობით მტკვრისა და არაგვის შესართავთან მეფე, დედოფალი და მთელი ერი მონათლეს. სასწაულებრივი დაუშრეტელი ხისგან 3 ჯვარი გამოიკვეთა. სეციური ცეცხლოვანი ვარსკვლავების მითითებით ეჯვრები თხოთის მთაზე უჯარმასა და ბოდბეში აღიმართა, რამაც საბოლოოდ დააგვირგვინა კიდეც ქვეყნის გაქრისტიანება. მოციქულთა სწორმა ქართველთა განმანათლებელმა ნინომ თავისი მიწიერი, ფიცხელი და რთული გზა კახეთის დაბა ბოდბეში დაასრულა. სრულყორა ქადაგება ჭეშმარიტებისა მან ზიარება მიიღო და უფალს მიაბარა სული. როცა იგი გარდაიცვალა, მეფე მირიანს მისი გადასვენება მცხეთაში, სვეტი ცხოველში სურდა, მაგრამ 200-მა კაცმაც კი ვერ შეძლო მისი სარეცლის ადგილიდან დაძვრა. ის იქ დარჩა, სადაც თავად უფალმა განუსვენა. ასე აღასრულა თავისი მისია ქალწულმა კაბადოკიიდან, რომელმაც უბრალო ვაზის ჯვრითა და უსაზღვრო სიყვარულით და დაუშრეტელი რწმენით მთელი ერი გამოიყვანა წვდიადიდან. მისი საფლავი ბოდბეში დღესაც სულიერად აძლიერებს მორწმუნეებს, ხოლო მის მიერ მოტანილი ნათელი უკვე 17 საუკუნეა საქართველოს სულიერ გზას შეურყევლად ანათებს. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში 2 ჯერ დღესასწაულობს.
1 ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27 იანვარს გარდაცვალება. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე, მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე, გახმოვანება დავით ხვადაგიანი.